გრძელდება გადაცემა თქვენი დრო, დღეს მოგეხსენებათ არის წიგნის დღე. რატომ დავშორდით წიგნს? არსებობს თუ არა მეტი მკითხველი თუ არსებობს უფრო მეტი მსმენელი? ამ თემაზე ისაუბრებს გიორგი კეკელიძე, ქართველი პოეტი, ესეისტი, ელექტრონული ბიბლიოთეკა ლიბჯის დამფუძნებელი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, კითხულობს ლექციებს კლასიკური ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიაზე. აქვს რამდენიმე ტელეპროექტი. 2008 წელს გამოცემული ლექსების კრებულისთვის ოდები მიენიჭა პრემია საბა. 2013 წელს კი მუშვიგის საერთაშორისო პრემია, 2012 წელს მაიო აშაურთან ერთად გამოსცა ალბომი მხატვრობას პლუს პოეზია უდრის მინიატურები. 2014 წელს გამოდის მისი პოეტური კრებული 2008-2013 და კიდევ ძალიან ბევრი ტიტულია, რომელიც აქ არ არის შესული და მოხსნილი აქვს რეკორდი წიგნების გაყიდვაში 15,000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და მე ხელში მიჭირავს გურული დღიურები. ძალიან დიდი მადლობა ტინასტარ, რამდენიმე წუთით ადრე ჩვენ დავაანონსეთ, რომ ის იქნებოდა ჩვენი სტუმარი და ვინ თუ არა გიორგი კეკელიძემ უნდა ისაუბროს ნამდვილად წიგნზე, საერთოდ მის მნიშვნელობაზე და იმაზე თუ რატომ დააკლდა მკითხველი, კარგი მკითხველი წიგნს. ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო გამონახე. პატივია ჩვენი სტუმრობა ჩვენთან. დიდი მადლობა. ძალიან უყვარხარ ბევრს, მიუხედავად ასაკისა. ძალიან ბევრი მიმდევარი ყავს. ეს ნიშნავს, რომ პატარა ბავშვები უფრო უყვართ ხოლმე. არა ბავშვები. ასაკის. მოკლედ დავიწყოთ. წიგნზე დავიწყოთ საუბარი. საერთოდ დღეს მაშინ, როდესაც უამრავი წიგნი გამოდის, წერალი, პოეტი უფრო მეტია, ვიდრე მკითხველი. ეთანხმები თუ არა ამას დროს? ცირა მე არ მგონია, რომ თლად ასე დრამატულად არის საქმე, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები განათლებასთან დაკავშირებით ცხადია გვაქვს. არ მგონია უბრალოდ მიზეზის გამო, რომ არ მგონია უბრალოდ მთელი ის წინა პერიოდი, რომელიც აღიქმებოდა რაღაც თვალსაზრისით ჩვენს ცნობიერებაში, ბუმად წიგნისა, იგულისხმება საბჭოთა ეპოქა და იგულისხმება განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი, თლად ისი არ იყო, როგორადაც ეს ყველაფერი ჩანდა. ძალიან გასაგები მიზეზის გამო, ჯერ ერთი არავითარი კვლევა არ არის წარმოებული ამ მიმართულებით, იყო თუ არა შესაბამისი, თქვათ, წიგნის კითხვა და წიგნის გაყიდვები, უბრალოდ მიზეზის გამო, რომ საბჭოთა პერიოდში იყო ერთგვარი მოდა, რომელიც გულისხმობდა საკუთარი სახლების შევსებას წიგნებით და ერთგვარ, თქვათ, აღეჯის ფუნქციასაც კი ატარებდა, ანუ საგნური მიმართულება უფრო ჰქონდა წიგნს, ვიდრე თქვათ თვისობრივ. რამაც გამოიწვია ერთგვარი ილუზია, რომ აი იმ პერიოდში ყველაფერს კითხულობ. ცხადი ეს ასე არ იყო და მე ამის უშუალო შემსწრე ადამიანი ვარ იმ აზრით, რომ საკუთარ სახლშიც კი მინახავს წიგნები, რომლებიც გაუჭრელი იყო საერთოდაც და უბრალოდ როგორც დეკორაცია იყო. ეს ცხადი არის ადამიანის გარკვეულწილად არჩევანი, ვერავინ ვერ გააკრიტიკებს, რომ წიგნი გამოიყენოს როგორც გარკვეულწილად რაღაცის შეფუთვა ან დეკორაცია, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამავდროულად გულისხმობს იმასაც, რომ ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რამდენად წინ ვიყავით ამ თვალსაზრისით საბჭოთა პერიოდში. და საერთოდაც ამ აზრით განუსაზღვრელი არის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების როლი, რომლის დროსაც ალბათ ჩვენ დავიწყეთ აქტიური კითხვა და საქართველოს ნამდვილად დგას მსოფლიოში თუ პირველ ადგილებზე არა, მაინც ალბათ წიგნის მოყვარულთა რიგებში, ოღონდ ამ სიტყვასაც ცხადია უაზროვანი გაგება აქვს, ერთია კითხვა, მეორე შემეცნება, მესამე გაზიარება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე, ალბათ ეს ყველაფერი მოითხოვს უფრო მეტ დაკვირვებას, ვიდრე თქვათ ეს ერთი შეხედვით შეიძლება რომელიმე სიუჟეტმა გვაჩვენოს, სადაც რომელიმე ახალგაზრდას თამარ მეფე ეგონოს კომპოზიტორი. რაც ხადი არის ტრაგიკული ამბავი, არ არის მისასალმებელი, მაგრამ თლიან სურათს ნამდვილად არ ხატავს ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე ვიცნობ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, რომელიც კარგად არის გაცნობიერებული ლიტერატურაში, რაც ჩემთვის არის გარკვეულწილად იმედი იმისა, რომ დღეს ადამიანები წიგნებს ყიდულობენ და კითხულობენ კიდეც. ეს დაადასტურა მეორე მხრივ იმ კვლევამ, რომლის მიხედვითაც ქართული საგამომცემლო ბიზნესი მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების შედის. რაც მეორე მხრივ შეიძლება ცოტა გასაკვირი იყოს, იმიტომ რომ სხვა კვლევის მიხედვით ჩვენთან
განათლების ვთქვათ მაჩვენებელი არ არის თლად მაღალი. და ეს რაღაცა პარადოქსულია, მაგრამ თუკი ჩვენ დავაკვირდებით ტენდენციებს მიხვდებით რომ პირდაპირ ვთქვათ თვალსაზრისით აკეთა ჩვენ არ აგვაქვს იმაზრით რომ განათლება უფრო გულისხმობს განათლების სისტემას, უფრო გულისხმობს სასკოლო მომზადების ნაწილს, რომელიც ხალხი არის ძალიან სპეციფიკური ამბავი და სხვა სახის რეფორმა ჭირდება. და რაც ეხება ვთქვათ საგამომცემლო ბიზნესი, უფრო სხვა მიმართულებით არის ვითარება განვითარებული და ციგნებს კითხულობენ ის ადამიანები, რომელთაც უკვე გარკვეული მზაობა აქვთ. რაღაც თვალსაზრისით მე გულისხმობ აი ჩვეულებრივ მკითხველს, რომელსაც უკვე წაკითხული აქვს თუნდაც სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული რაღაც ტექსტები. აქედან გამომდინარე მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღეს საქართველოში ტრაგიკულად საქმე არ არის. ცხადია, ჩვენ ვისურვებთ მეც, თქვენც, როგორც ციგნის მოყვარული ადამიანი და უშუალოდ ავტორი და ასე შემდეგ, რომ სიტუაცია იყოს უკეთესი და სურვილის გარდა აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ამაზე. ეს ჩვენი გარკვეულწილად ვალი და პროფესიაც არის, მაგრამ მეორე მხრივ ეს ნიჰილისტური დამოკიდებულება ამ ამბისადმი არ მოგვიტანს კარგ შედეგს და უბრალო მიზეზის გამო ასეთი რეალობა არ დგას. მე მინდა ხაზი გავუსვა, ეს არ არის მარტო ჩემი მოსაზრება, რადგან ასე კარგად განმარტე მე მეხარია, თქვენი აზრი არის კომპეტენტური, არა მარტო ჩემთვის, დარწმუნებული ვარ იმ ტელემაყურებლისთვის, რომელიც ახლა გისმენთ. უბრალოდ კრიტიკოსების რამდენიმე აზრი მომისმენია და სწორედ ამიტომაც დღეს ძალიან ბევრი წერს. ბევრი ამბობს, რომ არ უნდა წეროს ბევრმა მათ შორის, მაგრამ მე მგონია, მაინც თქვენი აზრი მაინტერესებს, როცა ადამიანს რაღაცა აწუხებს, ის აქ შვებას თუ ოვებს, ბატონაც არა წეროს. ვინ დაადგენს ვინ არის ღირებული და რომელია ამას ისევ და ისევ ასევე კრიტიკოსების აზრი მომისმენია ამბობენ რომ ვინ დაადგენს დრო არ გაადგენს დრო მოაქვს კრიტიკოს კრიტიკა აუცილებელია და მიხარია რომ ამ დარგში მწერლობაში პოეზიაში არსებობენ ძალიან კომპეტენტური ადამიანები რომლის კრიტიკასაც ალბათ ყური უნდა ვუღოთ ზოგიერთებმა მე მაყურებელს მინდა შევახსენო რომ მასაც შეუძლია თავისი აზრის გამოხატვა იმიტომ რომ ჩვენი გადაცემა გადის პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერი რომელიც ეკრანზეა მითითებული შეგიძლიათ აკრიფოთ ჩაერთეთ ჩვენთან და არეკეთ და გამოხატეთ თქვენი მოსაზრება ან დავუსვით ბატონ გიორგის შეკითხვის დიდი სიამოვნებით გიპასუხოთ და წეროს თუ არა ხომ შეკითხვას გაჩნია მე მგონი არ არსებობს რომ პასუხი არ გქონდეთ რაც შეეხება მოსაზრებას მგონი რომ ასეთი მოცემულობა საერთოდ უნდა გამოვირიცხოს იმ თვალსაზრისით რომ წერა არ არის კრიმინალი და ის რაც კრიმინალი არ არის შეუძლია გააკეთოს ნებისმიერმა ადამიანმა ბუნებრივია და ჩვენ ვერავის ვერ დაუშლით იმიტომ რომ ყოველთვის შედარებით მით უმეტეს დღეს ეს ყველაფერი მონდომების შემთხვევაში ძალიან გართულდება იმ უბრალო მიზეზის გამო რომ არსებობს სოციალური ქსელი სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ძალიან დიდი წარმატებით გამოაქვეყნოს ნებისმიერი ხარისხის ტექსტი და აქა ძალიან სერიოზული პრობლემის ან ვიღაცისთვის ჩვეულებრივი ამბავის წინაშე ვდგავართ რომ შეიძლება რომელიმე ტექსტზე დასმული ლაიქები დღეს ჩვეულებრივი მკითხველის თვალში, განსაკუთრებით შეიძლება ახალი თაობის თვალში, წონდეს რომელიმე მნიშვნელოვანი კრიტიკოსის მოსაზრება. ეს სერიოზული გამოწვევა რაღაც თვალსაზრისით კრიტიკისტვის და მე მიხარია რომ ბევრი ადამიანი არა ნამდვილად, მაგრამ რამდენიმე უკვე მართლა შეინიშნება, რომელმაც თავი გადადო ამ ძალიან უმადური რაღაც თვალსაზრისით პროფესიისთვის იმაზრით რომ როგორც წესი კრიტიკოსობა გულისხმობს ძალიან ბევრ მტერს. კრიტიკოსობა ცხადია არ გულისხმობს აპრიორი იმას რომ შენ მაინდა-მაინც ცუდი უნდა თქვა ვიღაცაზე, მაგრამ თუკი სრულყოფილი კრიტიკოსი ხარ და თუკი სრულყოფილად განიხილავ ლიტერატურულ პროცესს, ბუნებრივია შენ უკვე უნდა გააკრიტიკო, ანუ გარკვეულწილად ნაკლი მოუძებნო ამ პროცესს და ეს ნაკლი მიემართება ცხადია ცალკეულ ადამიანებს, რომელთაც თავისი გულის ტკივილი აქვს და ასე შემდეგ და შემდეგ. დამოკიდებულებაც ცხადია, გარდაუვალი ამბავია და მეორე ძალიან პაგეთია თაღი. ცხადია, მეორე კრიტიკაში ძალიან ისე ახალ ქართულად წყალებში რო ვთქვათ, ფული არ ყრია. და აქედან გამომდინარე ეს მეორე რისკია და მნიშვნელოვანი რისკი აი ამ თაობის ახალგაზრდებისთვის და მე მივესალმები მათ გამოჩენას მე ვიჭიროთ ხვალ მე მგონი სტუმრად უნდა გავდეს მათი ნაწილი და შესაბამისად მე ვფიქრობ რომ ეს უკვე იძლევა იმის პოტენციურ ვთქვათ მომავალს რომ შეიძლება სელექცია ჯერ კიდევ შემორჩეს ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ამაზრით რომ
ეხლა მიმდინარე ეპოქა არის ძალიან ნონსელექციური, ძალიან ძნელად შეიძლება განისაზღვროს ხარისხი მაღალ და დაბალ ხელოვნებებს შორის და ეს არის ამ კულტურის და ამ ეპოქის კონტექსტის ნიშანიც და შესაბამისად თქვა გამოწვევაც ამავდროულად, იმიტომ რომ ეს მასობრივმა საშუალებებმა ძალიან შეცვალა კულტურული ცენზი. თუმცა ჩვენ ოდესღაც ვთქვათ, გვქონდა გარკვეული კრიტერიუმები, დღეს ეს კრიტერიუმები გულისხმობს მხოლოდ ერთს. რაც უფრო პოპულარული არის პროდუქტი, რაც უფრო მასობრივია, ის შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე უკეთესად. ეს აზრი ჩემთვის თლად მომხიბვლელი არ არის, მაგრამ მე ვხვდები, რომ ამ კონტექსტში ვცხოვრობ და მეტნაკლებად მისაღებია იმ თვალსაზრისით, როგორც მოცემულობა. მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ ეს მხიბლავს ამ თქვათ მაინც ამას სტაში უნდა დაუკრა, იმიტომ რომ მე მაინც სელექციის ადამიანი ვარ, ეს ჩემი არჩევანია. მაგრამ შეიძლება წინასწარ გამწირული არჩევანი ამ დიდ და რთულ თქვათ გარკვეულწილად ტალღის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ შევეჯახებით, ტელევიზიებმა პრინციპში განსაზღვრეს თანამედროვე გემოვნება და ეს არის ახალი ეპოქის ნიშანი. ამიტომაც კრიტიკოსებს, რომელზეც თქვენ საუბრობდით, აქვთ ორმაგად უფრო რთული გამოწვევა, ვიდრე მათ შეიძლება ქონდათ, თქვათ, თუნდაც 20 წლის წინ, როცა ტელევიზია ასევე არსებობდა, მაგრამ არა ამ, თქვათ, ამ მასშტაბით. საერთოდ ნათქვამი ენა არ ძულდებაო, ხო? მაგრამ იმენით რაინითაც დღეს ჩვენ ძალიან ბევრი თანამედროვე ლიტერატურას ვკითხულობთ. უნდა მიექცეს თუ არა ყურადღება. ენობრივ ნაწილს. მე მგონია რომ პასუხი ძალიან მარტივი. მწერალი ცხოვრობს ენაში, ეს არის გარდაუვალი ამბავი და ენა განსაზღვრავს მწერალს. აქედან გამომდინარე, ვთქვათ, მისი სტილი არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი და საერთოდ მხატვრული ლიტერატურა და მისი დადგენა ზოგადად ხდება სტილის მიხედვით და განსხვავება, ვთქვათ, ეგრეთ წოდებული non-fiction-ისგან. აქედან გამომდინარე, რა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არნიშნავს იმას, რომ თანამედროვე ეპოქის აღწერისას მწერალს ეგრძალებოდეს გარკვეულწილად თქვათ, თუნდაც ბარბარიზმების, ნეოლოგიზმების და სხვადასხვა ტიპის თქვათ, ერთი შეხედვით ლიტერატურისთვის უხეში სიტყვების გამოყენება. ეს არ ნიშნავს ამას ნამდვილად, იმიტომ რომ ეს ყველა დროში ასე ხდებოდა, რომ მწერალი ასახავდა ეპოქას. მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გულისხმობდეს ენის უცოდინრობას და საკუთარი ენის არფლობას პირიქით. აი ამ პრობლემას პარალელურად. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პირიქით აქ უფრო გამოჩნდება მწერლის ოსტატობა, როდესაც ის ბეწვის ხიდზე გადის. ცხადია და არა ვთქვათ ხელოვნურად რაფინირებულ ტექსტებს წერს, რომელიც ბუნებრივია, ადვილად შესამჩნევია დაკვირვებული თვალისთვის. გეთანხმები. არ შეიძლება არ ეკითხო ასევე საღამოები, რომელიც ასევე ხშირად იმართება, იმიტომ რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი წყარო გაეცნოს ავტორის შემოქმედება საზოგადოებას, სადაც გეთანხმები ნამდვილად ახალგაზრდა თაობა დაინტერესებული, ყოველთვის მოდის მას ყავს თავისი ეგრეთ წოდებული კუმირი, ადამიანი, რომელსაც მისდევს. ეს მოდაშიც ხანდახან არის ხოლმე ზოგიერთი, მაგრამ ამ ლიტერატურას ჭირდება კარგი მკითხველი. ის მკითხველი, როგორც მაგალითად მხატვარმა ტილო დახატა, მაგრამ მას ჭირდება კარგი ახმქმელი, რომელიც წაიკითხავს რა იგულისხმა. აი ამ კუთხით ჩვენთან დეფიციტი არსებობს თუ არა? თუ შეგხებიან მიუხედავად იმისა, რომ მე ხალხასმით კიდევ ერთხელ მინდა ვახსენო, რომ სრული რეკორდი გაქვს შენს წიგნს ამაზე მნიშვნელოვანი არ არის ალბათ. ასევე მინდა მოპატია ხაზი გაუსვა, რომ იშვიათია შემთხვევა, როცა პოეტი პროზაში გადადის და 6-7 თვეში 3 წიგნი გამოდის მისი. კლაბასე გადასვლა იმას არნიშნავს, რომ ძველი სახლი დატო. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით ესეთი ძალიან ზუსტი პასუხი ვერ მექნება, იმიტომ რომ უფრო ფართო დაკვირვებას მოითხოვთ. რაც შეეხება ვთქვათ იმას, რამდენად არსებობს ამ შემთხვევაში კომპეტენტური მკითხველი, ძალიან რთული საკითხია, იმიტომ რომ რამდენად არის უკაცრავად მნიშვნელოვანი მკითხველის აზრი. კიდურესად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენს ნაწარმოებს. არა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მე მგონია რომ ყველაზე დიდი სიყალბე ავტორის მიერ იქნება იმის თქმა, რომ მისთვის მისი ნაწარმოების მკითხველის აზრი არის უნიშნულოვანი, გაუგებრობა იქნება საერთოდაც, იმიტომ რომ თუ კი ის წერს და მით უმეტეს გამოსცემს, ხადია ის უკვე გულისხმობს მკითხველს. ამაზე აგალი ბაქრაძესაც აქვს თავის ციგში დაწერილი, მე კალამს ხელი მოკიდა, მან უკვე ავტომატურად იგულისხმა მკითხველს. გარდაუვალი ამბავია, ამიტომ ხა ჩვენ ამაზე მსჯელობას ბუნებრივია
დიდ დროს ვერ დავუთმობ, რაც შეეხება კომპეტენტურ მკითხველს იმ აზრით რა არის თქვენი კითხვა, ანუ ის ადამიანი, რომელიც ზუსტად დაინახავს ჩემს საქმეს, აქ ყოველთვის პრობლემა იყო ყველა დროში. ერთი და მეორეც, უცრავად საერთოდ ავტორის მნიშვნელობა განისაზღვრება იმითაც, რამდენგვარი აზრია მის ტექსტზე, ანუ რამდენად მრავალფეროვანია მის ტექსტი. მაგალითად, ქართული ლიტერატურის უმთავრესი ნიმუში, რომელიც ჩემი აზრით ასევე არის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ტექსტი, გულისხმობ ეფუს ცხადია ბადებს მრავალგვარ შთაბეჭდილებას და ასევე ინტერპრეტაციას, ასევე მოსაზრებას, შეფასებაში ამ შემთხვევაში არ გულისხმობ იმას კარგია თუ ცუდია, არამედ გულისხმობ ხედვის რაკურსს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია სწორედ მის სიდიდეს თქვათ რაღაც თვალსაზრისით უსვამს ხაზს და არ იქნებოდა მთლად კარგი ამბავი, რომ ჩვენ გქონდეს რაღაც რეცეპტი ვერცხლისწყალოსნის კითხვის, რომლის მიხედვითაც გვეცოდინება, რომ აი ზუსტად აი აქ ამან ეს იგულისხმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს ვერ იქნებოდა მთლად უკეთესი ამბავი ვერცხლისწყალოსნისთვის. მე მგონი, რომ ავტორმა რაც შეიძლება მეტი და მეტნაირი მოსაზრება უნდა გამოიწვიოს. ეს არის მისი სიძლიერის ნიშანი გარკვეულწილად, მისი მნიშვნელობის ნიშანი სულმცირე და აქედან გამომდინარე მე მგონია, რომ აი ამ თვალსაზრისით ავტორი ძალიან დაინტერესებული არ უნდა იყოს. დაინტერესებული თვალსაზრისით, რომ მან მოძებნოს რაღაცა ერთი შეფასება, რომელსაც დაეყრდნობა და რომელსაც მოუწოდებს, ვთქვათ, ამ შემთხვევაში სხვა დანარჩენ კითხავს, რომ აი ასეა საქმე და მოდი ასე იკითხეთ ეს ტექსტი. ის რომ ავტორი გამოხატავს თავის კიბოს, ალბათ ის იმ დროის ეპოქას ცხოვრებას და სხვა ბევრ რამეს ასახავს. როცა განმავლობაში შემდეგ, ხო? აი რომ მივყვათ დღევანდელ რეალობიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად ალბათ პოეზიაში უფრო საკუთარ ტკივილს, საკუთარ ემოციას, დადებითს უარყოფით იმას, რაც მისია თავისი მარგალიტებით, რომელიც აუცილებლად უნდა ხელწერის კუთხით ახასიათებდეს, დამეთანხმებოდა როგორც პოეტი და კარგი პოეტი, უნდა პასუხობდეს. უნდა პასუხობდეს ალბათ იმ დროს და ეპოქას. მე მინდა წიგნი, რომელიც ხელიდან არ უშვებდა დიდი ხანია, მინდა ასე თქვა ჩამორდება ხელში გურული დღეურები, მათ ვინც ამის შესახებ არ იცის. აქ მინდა კარგად არის გადმოცემული, მე ფრაგმენტები მართავიდან ბოლომდე სამწუხაროდ არ მქონდა მის შესაძლებლობა წარმეკითხა. იმდენად კარგად არის ის იუმორი, ის გურული სიცხარტე გადმოცემული, მოქმედება იწყება რამდენად ვიცი გურიაში, მერე გრძელდება თბილისში, მერე ისევ გურიაში მთავრდება. ალბათ ეს დღევანდელობიდან გამომდინარე, პირობითად გურია, მაგრამ სხვადასხვა კუთხეები შეიძლება მკითხველმა ასე ვთქვათ ივარავდეს. რა ამბობს და უნდა ამბობდეს თუ არა, რაღაც ღირებულს დროსთან გარდაუვალი ამბავია, მე ხა საკუთარ წიგნის ღირებულებაზე ბევრს არა, ზოგადად მე ამ მაგალითს მოვიყვანე, მაგრამ ხო მესმის. რთულია საკუთარ არა, არც არის აუცილებელი და არც მგონია რომ ეს იყოს ყველაზე უკეთესი წიგნად ბოლოს საქართველოში დაწერილი, მაგრამ მე სხვა რამეს გეტყვით, არ არსებობს არც ერთი ტექსტი არც ერთი ავტორის, რომელიც იყოს თუ კი ღირებული აცდენილი დროს. რაც არ უნდა აბსტრაქტული იყოს ეს ტექსტი, რაც არ უნდა თქვა რაღაც თვალსაზრისით არა გარკვეულწილად რეალისტურ შთაბეჭდილებას ვადებდეს, ის მაინც არის იმ ეპოქის ნაყოფი. ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ თუ კი ღირებული ახსენე. ცხადია. შეიძლება აცდენილი იყოს მთლიანად დროს და კონტექსტზე ხა ადამიანი ეს სხვა საკითხი. საქმე ის გახლავთ, რომ თუნდაც აი მაგალითად წარმოიდგინოთ სიმბოლისტების ტექსტები, დადაისტების ტექსტები, ფუტურისტების ტექსტები. ეს იყო იმ ეპოქის მაჯისცემა, ეს იყო ერთგვარი თქვა გარკვეულწილად სიმბოლური გამოხატულება იმ დროს მიმდინარე მოვლენების, ან მოგეხსენებათ რა ხდებოდა იმ დროს უამრავი რევოლუცია, მერე უკვე პირველი მსოფლიო ომი, მთელი ეს კრიზისები, ზოგადად მენტალური კრიზისი ადამიანის გაუცხოება, გარკვეულწილად თქვა დაეჭვება ღმერთის არსებობაში, მერე ისევ ძებნა ღმერთის, მერე პოვნა, მერე ისევ დაეჭვება და შემდეგ და შემდეგ, რაც ყოველდღიურობას ნიშნავდა ადამიანის ცხოვრებისა და ცხადია ეს აისახა ერთ შეხედვით ძალიან აბსტრაქტულ ტექსტებში და ესეთ ზაუმურ პოეზიაში, რომელიც თუ კი თქვენ თალკე აღებოთ წავიკითხავთ, რაღაცა გაურკვევლობის განცდას ვადებს, ხო? მაგრამ ის არის ბუნებრივია იმ ეპოქის ნაწილი და ზუსტი გამოხატულება, ისევე როგორც რეალიზმი. რა თქმა უნდა, მე მგონია, რომ
ეს არის გარდაუვალი ამბავი. განსაკუთრებით ეს პროზისთვის არის გარდაუვალი ამბავი, იმიტომ რომ თუ შენ არ ხარ თანამედროვე შენი ეპოქისა, ну რაღაცა მაინდა-მაინც კონკრეტული თვედარიცხვი არ ეგულისხმება ცხადია, მაშინ შენ ძალიან გაგიჭირდება რომ შენი დროის მკითხველი გახადო ახლობელი, იმიტომ რომ თვითონ ვერ გაიგებს ამ ყველაფერს, ძალიან რთულია. ცხადია, არსებობს სხვა ტიპის ჟანრი, მაგრამ თუნდაც აი მაგალითად ისტორიული რომანები, რომლებიც იწერებოდა, თუკი მას არ ქონდა გარკვეული ალეგორია იმ დროსთან, რომელშიც ის იწერებოდა, იგივე თუნდაც კონსტანტინე განსახურდიას ტექსტები. მას ქონდა ძალიან ესეთი შეფარული, მაგრამ ზუსტი მინიშნებები, ხო, იმ დროსთან, რომელშიც ის ამ შემთხვევაში იწერებოდა, მაშინ არ მიიღებდა ამას უბრალოდ მკითხველი, იმიტომ რომ ის ყოველთვის ეძებს საკუთარ დროსა და საკუთარ თავს ამ ტექსტში. მკითხველი თვითონ არის მონაწილე გარკვეულწილად აი ამ ტექსტისა, თვითონ შედის აი ამ ტექსტში, ცხოვრობს რაღაც განმავლობაში, ასე რომ მე მგონია რომ ეს არის გარდაუვალი ჩემი აზრით, რომ ტექსტი გულისხმობდეს დროს. თვითონ გალაქტიონ დაბიძესაც ძალიან ზუსტად ეს ნათქვამი დრო აღნიშნა. ანუ ძალიან მარტივად, მაგრამ ზუსტად. გეთახები, ერთგვარად ახსენეთ გამომცემლობები ის მათი სიმრავლე. თქვენი აზრი მაინტერესებს. როცა გამომცემლობაში მიაქვს რომელიმე ავტორს, ყველაფერი უნდა გამოიცეს? არ მგონია რომ ყველაფერი უნდა გამოიცეს. ცოტა ბანალური შეკითხვები შეიძლება იყოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ წერტილმდივი საშუალო ნიშნები არ აქვს წიგს, მე მინახავს საერთოდ პოეზიაში. ეს უკვე გამომცემლობის პრობლემაც არის მათ შორის. აი ამ კუთხით არის თუ არა სამუშაო. ეს მხოლოდ ავტორის პრობლემა არ არის, ცხადია ხა თავიდან ბუნებრივია ეს არის ავტორის პრობლემა, იმ თვალსაზრისით რომ მან დაწერა ეს ტექსტი, გასაგებია და შეიძლება ეს ტექსტი იყოს უხარისხო, მაგრამ გამომცემლობა თავისი რედაქტორით, სტილისტით, კორექტორით და ასე შემდეგ, სწორედ იმას ნიშნავს, რომ მან ჯერ ერთი უნდა შეაფასოს ამ ტექსტის ღირებულება და გადაწყვიტოს გამოსცეს თუ არ გამოსცეს და თუ კი გამოსცემს, ბუნებრივია ტექსტი უნდა მიიყვანოს იმ კონდიციაში, რომ ადამიანს უბრალოდ მის საკითხვა არ შეცხვეს. ხო, ну, და აქედან გამომდინარე, აპატიები ჩაგერთვები ძალიან ხშირად უნდა მიუთითო სად დაიბეჭ, ნუ ხა სიესტაში და ზოგიერთ ხა არ მინდა რეკლამას ჩამეთვალოს, დაბეჭდილი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ავტორის რომელი გამომცემლობა დაუბეჭდავს და სწორედ ამიტომაც ახლა ამ ეპოქაში ამ დროს ძალიან ხაზი ესმევა ხოლმე სად არის დაბეჭდილი და სწორედ აი ამ ფრაზის შემდეგ შეიძლება გადაშალოთ წიგნი. ესეც ალბათ გამომცემლობები ამას ცდილობენ. ყველგან ბუნებრივია და გამომცემლობა დღეს საქართველოში მიუხედავად იმისა რომ ძალიან წარმატებულები არიან ჩემი აზრით გამომცემლები მაინც არის თქვათ ეტაპი როდესაც ისინი ჯერჯერობით მაინც თქვათ იქმნიან საბოლოო სახეს იმიტომ რომ ზოგი ფორმირების პროცესია ზოგს პრობლემები აქვს და ასე შემდეგ და კიდევ თქვათ რამდენიმე წელი ალბათ არის საჭირო რომ საქართველოში მაგალითად შეიქმნას პინგვინის ტიპის გამომცემლობა და ასე შემდეგ სადაც დაბეჭდილი ტექსტი უკვე გულისხმობს ის ესეთ ხო რაღაცა ვირტუალურ რეცენზიას ანუ ყოველგვარი წაკითხვის გარეშე უკვე იცი რომ თქვათ რომელიმე გამომცემლობაში დაბეჭდილი წიგნი არის ძალიან სერიოზული იმიტომ რომ ის გამომცემლობა უბრალოდ საკუთარი ბრენდის ქვეშ აი ამ ტიპის ტექსტს არ განათავსებდა. აქედან გამომდინარე მე ვისურვებდი რომ ძალიან მალე საქართველოში უკვე არის რამდენიმე კარგი გამომცემლობა, მაგრამ საბოლოო ჩამოყალიბებულმა გამომცემლობები, რომელთა მიერ გამოცემული ტექსტი უკვე იგულისხმებდა სერიოზულ ხარისხს. გეთახმები. ახლა ჩვენ დარწმუნებული ვარ და უფრო მეტი სურვილი მაქვს რომ გეყურებდეს მომავალი თაობა, სკოლას გულისხმობ მოსწავლეებს, რომელიც მოგისმენს თუ ახლა გადმორთო ყველა დიდი მნიშვნელობა აქვს ალბათ სადიზრდები რას თავიდან რას აფუძოს ანუ ხებ მისობიდან იზამება სწორედ ამიტომაც თუნდაც თქვენ მაგალითზე არ შემეძლია არ შევახო ორივე ბებიას იმ ბებიას რომელიც ვეფხისტყაოსანს ბავშვობაში გიკითხავდა და მათ ასე ვთქვათ გავლენას სწორედ ამიტომაც ალბათ სწორი მიმართულებით წამოვიდა შენი სამხედროობა ამ კუთხითაც და ლიტერატურის სიყვარულითაც. მოდი გავიხსენოთ ბებია და ის არაჩვეულებრივი მაგალითები, რომელიც ბლოგებიდან ალბათ ძალიან ბევრს ახსოვს და მოსმენელი აქვს. ერთი ბებია ცოცხალია, მედიკოს დიდხანს გიყოფს. მეორე ნათელსამსხვრდარი გადასვლელი გვაგდებოს. ცხადია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რას გასწავლიან ბავშვობაში.
საერთოდ რას გეუბნებიან ცხოვრების შესახებ, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საკუთარი მოქმედებით მათ შორის, იმიტომ რომ ყველაზე უფრო დიდი დამკვირვებელი ალბათ არის ბავშვი და შესაბამისად ყველაზე უფრო მეტი ინფორმაციის მიღები და გარკვეულწილად ვთქვათ გამაანალიზებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ორივე ბებიას, რომელთანაც მე გარკვეულწილად ვიზრდებოდი სხვადასხვა პერიოდში იმაზეც რომ ხან ერთთან ვიყავი, ხან მეორესთან, ორივე სხვადასხვა სოფელში ცხოვრობდა, ერთი ნატანებში, მეორე სურებში, ქონდა ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა. ჩემს ცხოვრებაზე ქონდა იმ თვალსაზრისითაც, რომ მათ ძალიან რთული ცხოვრება გამოიარეს და ეს ეთყობოდათ კიდეც საკუთარ მოგონებებში, ყოველდღიურობაში და მე უკვე წინ და წინვე ვიცოდი, რომ ცხოვრება დიდწილად მეტ სირთულეს გულისხმობს, ვიდრე სიკეთეს. და აქედან გამომდინარე, ვთქვათ, მქონდა გარკვეული მზაობა, რომ აი ამ ასპარეზზე, რომელზეც გამოვიდოდ, მხოლოდ საქმიან ასპარეზს არ გულისხმობ, ცხადია. მე ბევრი, ვთქვათ, კონკრეტული თუ ზოგადი წინააღმდეგობის, ტკივილის და ასე შემდეგ შეხვედრა მომიწევდა. ეს გარდაუვალი ამბავია. მეორე მხრივ საინტერესო ამბავიც არის, იმიტომ რომ ადამიანი დაძლევის არსებაა და მე ამ ადამიანებს სწორედ ეს მასწავლეს, რომ ადამიანს შეუძლია შეებრძოლოს და გაუმკლავდეს გარკვეულ პრობლემებს და გაიმარჯვოს მათზე და ხან დამარცხდეს კიდეც ადამიანი ამითაც არის საინტერესო. საინტერესო რა სიტყვის მაყურებელი, რომელიც დაგვიკავშირდა, მოგესალმებით გისმენთ. მოგესალმებით, რამდენი ხანი თან არ გამეკეთავს, ძალიან საინტერესო გოგო ხარ, აი ყველანაირად და სტუმრების ყავს, აი სხვა გადაცემებისგან გამორჩეული კარგი. ეხლა გიორგი კეკელიძე ვაიმე, უმეტესი ადამიანი, ისე სიამოვნებს მისი მოწმენა. აი მინდა რომ დიდხანს იყოს ხოლმე ეთერში და მისი ყურება. როგორი აი ძალიან, არ ვიცი, ესეთი ახალგაზრდა სამაგალითო. მე ხლა მინდა ვკითხო, რომ აი როგორ უნდა და მე ხა დედა ვარ და მეცემებული მეთოდი მაქვს, მაგრამ აი როგორ უნდა დააინტერესოს ბავშვი, აი კი შეიძლება ფერადი ციგნები, ყველა თავისი ასაკის შესაფერი ციგნები რაღაცა გადაუშალოს, მაგრამ აი რა რითი უნდა დაინტერესონ ეს ახალგაზრდები, აი რა რომ ციგნები რაღაცა იცით რა არის, კი კითხულობს თაობა, მაგრამ ნაკლებად, აი ძალიან გულდასაწყვეტია და მაინტერესებს გიორგის მეთოდი, აი რა ხო ხდებით, რითი კითხვა მინდა და რაც აი კითხა პირველად, აი ესეთი სერიოზული აზრმოდი და რომელ ასაკში. ძალიან მაინტერესებს. უგრმესი მადლობა, საინტერესო შეკითხვა დასვით. მე ვახსენებ ბებიავექოს პაუსანს უკითხავდაო, მაგრამ რა იცით რა არის? აი კომპიუტერის პერიოდში, ინტერნეტ სივრცის ეპოქაში. ინტერნეტი დიდად ხელს ჩვენ არ შეგვიშლის თუ მას სწორად გამოვიყენებთ. იმიტომ რომ ინტერნეტშიც შეგვიძლია იგივე ვნახოთ რაც წიგნებში უკვე თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი მადლობა ელექტრონული ვერსიების. ხო, და შეიძლება იმას რომ პატარას მოზარდს ახალგაზრდას წიგნის კითხვა ეზარება, ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, მეც მეზარებოდა თავის დროზე და მერჩივნა რომ რაღაცა მეთამაშა. ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და ნუ გამოვიდეთ თავს და რაღაცა განსაკუთრებულობას მოდავიბრალებთ ამაზრით, მაგრამ როდესაც მე პირველად თქვა გარკვეულწილად შევედი ამ სამყაროში და მივხვდი რომ წიგნი გულისხმობს გარკვეულწილად სხვა ადამიანების ცხოვრების შესაძლებლობას, რაც ძალიან ისეთი კარგი ფუფუნებაა და იშვიათი შესაძლებლობა, როცა შენ შეგიძლია რომ სხვა ადამიანის ცხოვრება გაიარო 2 თუ 3 საათში მთლიანად, მთელი თავისი ტრაგედიით, მთელი თავისი ნიუანსებით და ეს შემდეგ და ეს შემდეგ. და როდესაც მე ეს დავინახე პირველი ტექსტების საკითხვის დროს, ეს იყო ტომ სოიერის თავგადასავალი, ეს იყო მაინრიდის ტექსტები, ჟიულ ვერნი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, უნებრივია ნელ-ნელა ჩამithრია და მე რაღაც თვალსაზრისით მივეჯაჭვე, მე ისე მქონდა დაშორების პერიოდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ როგორ უნდა მივიყვანოთ ბავშვს წიგნთან, ამასთან დაკავშირებით ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ პირველი არის ის, რომ ის უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს საკითხი არის მეტნაკლებად სასიამოვნო მისთვის და ამავდროულად საჭიროც. ამასთან დაკავშირებით გავატონით ბრძანებდა, რომ ბევრი მეთოდი არსებობს, ილუსტრირებული წიგნები, ეგრეთ წოდებული ვთქვათ, შერეული ტიპის წიგნები, სადაც ვთქვათ, რაღაცა 3D ვერსიებიც არის გამოსული და ასე შემდეგ და შემდეგ დღეს მით უმეტეს ეს ყველაფერი უფრო ადვილია, ვიდრე ჩემს დროში იყო, მაგრამ თავარი არის, რომ ჩვენ დავანახოთ მას წიგნის მნიშვნელობა.
ნიშნულობა სხვადასხვა თვალსაზრისით, ესთეტიკური თვალსაზრისითაც და საჭიროების თვალსაზრისითაც, რომ გარკვეულწილად, როდესაც ეს ადამიანი თქვათ, მეરે უკვე სერიოზულ ცხოვრებას დაიწყებს, ძალიან ინანებს, რომ მას არ აქვს განათლება. თუ ჩვენ ამას დავანახებთ, ბუნებრივია. აქ ძალიან დიდი გავლენა აქვს არა მარტო ოჯახს და პასუხისმგებლობა ეკისრება ასევე სკოლას. ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა იმ პედაგოგს, სადაც გარკვეულწილად ატარებს ბავშვი დროს, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ამ ბოლო პერიოდში, არც ბოლო რამდენიმე წელია დაკვირვების შედეგად წიგნის, ასე ვთქვათ, სხვანაირად უყურებენ უხეშად, რომ ვთქვათ, შეზძულდა. ხო, იცით რა არის ეს განაპირობა დიდწილად ერთმა უცნაურმა ტენდენციამ, რომელიც 90-იან წლებში ძალიან ესეთი აქტუალური იყო ჩემი დაკვირვებით. და ეს მოიტანა ეკონომიკურმა კრიზისმა და ერთმა ძალიან ესეთმა საცნაურმა და უცნაურმა ამბავმა ერთად რომელიც გულისხმობდა დაახლოებით ესეთ წინადადებებს, რომ მე რომ დიპლომი ავიღე, მე რა ამაში ხო ხედავ რომ ფული არ არის, პროფესორები აგერ შალხიძეთ განან და კაფებს ყიდიან და ვიღაცა კაცმა რაღაც სახელი სიმბოლურად ხო ხედავ საერთოდ არ უსწავლია, მაგრამ მერსედესი ყავს. ესე ძალიან ტრივიალური ფრაზაა. ხადერო ბავშვები ამას უსმენდნენ. არა, ეს ფაქტი იყო, მაგრამ ეს არ იყო კანონზომიერება, ეს იყო ნორმალური ამბავი. ეს იყო დროის ნიშანი იყო. ეს ასე ხდებოდა, მაგრამ ეს იყო ცუდ სახელმწიფოში, არასწორად განვითარებულ სახელმწიფოში, მაგრამ ვიღაცებმა ეს მიიღეს ნორმა. და აქედან გამომდინარე, თქვა ახალგაზრდები, რომლებიც თქვა აი ამ ყველაფერს უსმენდნენ, გარკვეულწილად ნელ-ნელა დარწმუნდნენ იმაში, რომ აი ასეთი ცხოვრება უფრო ჯობია, რომ წყალებში ჩალიჩო და მე არ გულისხმობ აქ ბიზნესს, იმიტომ რომ ბიზნესში ცუდი არაფერი არ არის, პირიქით, ძალიან მაგარია, თუ ვინმე იქნება წარმატებული და ბევრი ფული ექნება, ანუ ესეთ რაღაცა აი ძალიან არაკეთილ სინდისიერ ამბებს, ვიდრე ვთქვათ შენ ისწავლო და გარკვეულწილად შენ თავი დაიმკვიდრო შრომის ბაზარზე, რატომღაც ეგონათ რომ პირიქით უნდა ყოფილიყო ამბავი და ამან განაპირობა ეს საკითხი. აქ ხომ გისმენთ რომ მახსენდება რაღაცა ფაქტები, რომ წიგნის მაშინ წიგნ წერას იწყებს ადამიანი მაშინ, როდესაც რაღაცა თქმელი უგროვდება. ეთანხმება თუ არა ამ აზრს, ესეც მაინტერესებს და ალბათ ძველი ავტორები წინა ეპოქიდან რო გავიხსენოთ, უფრო ასაკოვანი ავტორები ყავს. დღეს საქართველოს თუნდაც თქვენ მაგალითზე და სხვა თანამედროვეები ყავს ღმერთმა უმრავლოს ახალგაზრდა უკვე შემდგარი ავტორები ხართ. აი ეს შედარება თუ არ მოგეჩვენა რაღაც უცნაურად ჩემი შეკითხვა, შეგინიშნავს დროსთან ერთად ახალგაზრდა ავტორები მომრავლდნენ. სათქმელი უფრო მეტი გახდა. ხო, საინტერესო დაკვირვება მე არ მიფიქრია ამ თვალსაზრისით სიმართლე გითხრათ, მაგრამ ძალიან საინტერესოა იმ ურავი მიზეზის გამოც, რომ შეიძლება ჩვენი დრო უფრო მეტ გამომსახველობის შესაძლებლობას გულისხმობს, არ ვიცი. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით ამასთან დაკავშირებით არ მიფიქრია, მაგრამ მეორე მიზეზი შეიძლება ამის ის იყოს, რომ საშუალება არის უფრო მეტი და ადვილი საკუთარი სათქმელის მიტანისა. იგივე სოციალური ქსელები, იგივე ვთქვათ, წიგნის ბეჭდვის გაადვილახ მაგალითად ვიტან სადღაც მოგროვი 1500 ლარს და წიგნს გამოუშვებ. რაღაც პერიოდის წინ ეს არ იყო შესაძლებელი, ხო? არავინ არ იცის რომელი დრო ჯობდა ამ აზრით, ალბათ ჯობია დღევანდელი დრო, იმიტომ რომ ეს არის თავისუფლების ნიშანი. მე გულისხმობ საკუთრივ ხარისხთან დაკავშირებით რომელი დრო ჯობდა, თორე ცხადია თავისუფლების თვალსაზრისით ჯობია რომ იყოს ისე როგორც არის, მაგრამ მეორე მხრივ ბუნებრივია საინტერესოა თქვენი მოსაზრებაც, რომ შეიძლება ვთქვათ აი ამდენი ავტორის გაჩენა, მაგ ხარისხს მაინდა-მაინც არ გულისხმობ, იყოს უფრო მეტი თემების გაჩენის ბრალი, არ ვიცი. დავბრუნდები ისე თქვენ პორტრეტს. ძალიან საინტერესო ბლოგები გაქვთ და ალბათ ამეთანხმება მაყურებელიც, მაშინ როდესაც გისმენთ ხოლმე, ფიქრობდი დღეს ჩემი სტუმარზე იქნებოდით, აი, კითხვაც არ უნდა დაუსვა ამ ადამიანს. უნდა ჩავრთო პირდაპირ ეთერი და თვითონ ისაუბროს, იმიტომ რომ საჩემილია. ხო. ძალიან მეღიმება ხოლმე 8 მარტის ბლოგზე და 8 მარტის თემაზე.
თუნდაც სიკვდილის თემაზე, რომელიც თქვენ პიროვნებას სულ სხვა კუთხით დაანახებს. მე ურჩევ ყველას სოციალური ქსელები, ინტერნეტში ამის. არა, სიკვდილის თემასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებები. ძალიან გთხოვთ, რომ აუცილებლად მომავალი თაობა თუ ბავშვები ყავთ სახლში, ახალგაზრდებს აუცილებლად მოასმენინეთ. ძალიან ბევრი მესიჯია იქ უხეშად არ ვიცი სწორი ფორმულირება არის თუ არა მესიჯი ანუ თუ კარგად მოусმენთ მაგრამ ძალიან ბევრი ვიცინე შავი ბიჭი რო გინდა და როგორ გამხდარიყავი აი პირველი შეყვარებულის ის საინტერესო ამბავი იყო იმიტომ რომ და ერთრე შავი ბიჭი გამხდარი კარგი არის ჯიუტი ადამიანი ვარ და შესაბამისად ნებისმიერი ამბავი რომელსაც ავიყვიატებ ყოველთვის მინდა ორიგინალური ვარ, მაგრამ მე რაღაცა განსაკუთრებით ჯიუტი ვარ და ეს ამბავი ესე იყო, რომ პატარა ვიყავი და შესაბამისად ბებიაჩემს ერთ-ერთს, რომელიც ახლა გარდაცვლილია სკოლის მასწავლებელი იყო, დავყავდა სკოლაში და მაშინ შემიყვარდა ჩემზე დინდი გოგო, იქნებოდა ალბათ მერვე კლასში და მე ვიყავი 5 წლის ან 4 წლის არ მახსოვს. ბებიას მე მახსოვს. ხო, თქვენ უკეთ ხომებია. დეგამბავი შესაბამისად შეიძლება მონაწილეც იყავით ესე ირიბად. ძინა სტუმარის მოსაზრებებს. კარგი, ეზოთერულად დავიწყოთ შეიძლება. სტუმრის მოსაზრებებს. რაც შეეხება თქვათ მაგამბავს იყო ისე რომ ხადი არის ადამიანი არ მიუდგა მას სერიოზულად და მითხრა რომ ეს შავი ბიჭები მოსწონდა და შავი ბიჭი ხადია იგულისხმებოდა ჩვენი ბიჭი, მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი ეს შავი ბიჭი რას ნიშნავდა და კატეგორიულად მოვითხოვე რომ არ უნდა დავებანეთ და ერთ დღეს როცა ყოველგვარ ლიმიტს გადააჭარბა პოტენციურ დაუბანლობას მაშინ ძალით დამბანეს და მე კატეგორიულად მოვითხოვე რომ ახლა თუ არ წამისმენთ ნახშირს თავს მოვიკლავ მეთქი თუ ნუ ეს ვიცოდი ალბათ რომ ყველა ცუდი ამბავი იყო და ესე გამაშავეს გამურაბებია სამწუხაროდ უკვე მაცნობეს რომ ჩვენი საეთერო დრო არ ვიწრო გადავაჭერბეთ კიდევაც საუბარი იმედია ჩვენ შორის კიდევ გაგრძელდება და როცა დაგროვდება ახალ რომანზე მუშაობთ და ამიტომაც ჩვენ შევხვდებით არბატებები მინდა გისურვებთ და უღმესი მადლობა იმისთვის რომ ეკავით ჩვენ გადაცემის სტუმარს ჩვენი საერთოდ დრო სამწუხაროდ დღეს ასე ამოიწურა ხვალ აუცილებლად შევხვდებით ზუსტად 4 საათზე მეც სწორედ ამ დრომდე გემშვიდობებით მადლობთ რომ გიყურეთ